ხატი მხოლოდ შორეული წარსულის კულტურული მემკვიდრეობა ან ხელოვნების ნიმუში არ არის. მაშინ სულიერი, მასაზრდოებელი იდუმალებაა მოაზრებული. ქართული ერთობისათვის ათონის წმიდა მთაზე დავანებული ივერის ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი განსაკუთრებული შინაარსით წარმოგვიდგება. ჩვენს წინაშე არა უბრალოდ უძველესი სიწმინდე, არამედ ცოცხალი მფარველი დგას. ათონის მთაზე ივერთა მონასტრის კარიბჭესთან მისი დავანება უდიდესი საღვთისმეტყველო აქტია. ღვთისმშობელმა თავადინება ყოფილიყო პორტაიტისა, კარიბჭის მცველი არა მარტო ერთი მონასტრის, არამედ საქართველოს ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეთა მთლიანი ერთობისა. ათონის ივერის ღვთისმშობლის ხატი უტყუარი დასტურია იმისა, რომ ჩვენი მფარველობა დღემდე გრძელდება ყოვლადწმიდა დედოფლისაგან. ეს მფარველობა კი გვაფიქრებს იმაზე, რომ საქართველოს ნამდვილი ურყევის სულიერი გალავანი სწორედ ღვთისმშობლის დედობრივი მეუხებაა. იგია შეუვალი კედელი და ზღუდე ჩვენი. ის თავის წელხვედერს არასოდეს ტოვებს განსაცდელში. ივერის ღვთისმშობლის ხატზე აღმოჩენილი იარა, საიდანაც ოდესღაც სისხლი წარმოდინდა, ჩვენი ცოდვებისა და ტკივილების მუდმივი თანაგანცდა. ივერის ღვთისმშობლის ხატი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ სანამ ამ სიწმინდის იმედი აქვს საქართველოს, ის საიდუმლოებრივი ძალით დაცულია. ეს არ არის უბრალოდ ნუგეში, ეს ქართველი ერის გადარჩენის ცოცხალი საღვთო გარანტია. სანამ ვიცავ ჭეშმარიტებას, მანამ ივერიის უძლეველი მცველი მუდამ ჩვენს კარიბჭესთან იდგება.